ტაილანდი ცნობილია თავისი ულამაზესი ხედებით, უნიკალური ტრადიციებით და საიდუმლოებით მოცული ადგილებით. მაგრამ ცნობილი მიმართულებების გარდა ამ ქვეყანაში კიდევ ბევრია აღმოსაჩენი, რაც კიდევ უფრო აოცებს ტურისტებს და ადგილობრივებს. ბუნების უჩვეულო ფორმებიდან დაწყებული, ისეთ ადგილებსა და ცხოველებამდე, რომლებიც თითქოს ფილმიდან არიან, ეს ყველაფერი რეალურად არსებობს ტაილანდში და მოცულია ისტორიითა და საიდუმლოებით. ამ ვიდეოში ჩვენ ვეცოვით ტაილანდში ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩენილ ყველაზე უჩვეულო რამეებს. მოემზადეთ, რადგან თითოეულ ჩანაწერს აქვს თავისი ისტორია და დეტალები, რომლებიც აუცილებლად გაგიზრდით ინტერესს ამ ქვეყნის მიმართ. მაგრამ სანამ დავიწყეთ, ვთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ არხი. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. ეხლა კი დავიწყოთ. ნომერი 15. ვეშაპის კლდეები შუაფუსინგის ტყის პარკის ფართო და მწვანე ბუნებაში, ბუენკანში, ტაილანდი, არის ერთი სანახაობა, რომელიც თითქოს პირდაპირ ბუნების დოკუმენტურიდანაა, რომელსაც 3 ვეშაპის კლდეს ეძახიან. შორიდან ეს კლდეები ჰგავს 3 გიგანტურ ვეშაპს, რომლებიც ერთად დაცურავენ კლდის წვერზე. მაგრამ სინამდვილეში ეს არის 3 გიგანტური ქვა, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მდებარეობს და მიიჩნევა, რომ ისინი 65 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ წარმოიქრნენ. ის მდებარეობს 2 ტყეს შორის საზღვარზე, კალარაინის ტყესა და დონგჩონგ ფას ტყეს შორის, ორის. თუ ყველაზე დიდ ქვას აძვრები, დაინახავ მეკონგის მდინარეს, ლაოსის ველებს და გარშემო გამფენილ უზარმაზარ ტყეებს. არსებობს 9 სხვადასხვა სასეირნო ბილიკი, რომლითაც შეგიძლია სხვადასხვა ხედამდე მისვლა. ამ ბილიკებზე შეხვდები ჩანჩქერს, სხვადასხვა სახეობის მცენარეებსა და ცხოველებს და რა თქმა უნდა ბუნების სიმშვიდეს. მაგრამ ყველაზე მაგარი ხედი ვეშაპის ფორმის კლდის უკნიდან. ეს არის სანახაობა, რომელიც ნამდვილად არასდროს დაგავიწყდება. იდეალური ადგილია ლაშქრობისთვის ან რომანტიკული პაემნისთვის. ნომერი 14. ნახევრად ნიანგი, ნახევრად კამეჩი. თითქოს სცენაა ლეგენდიდან ან კომიქსის ამბიდან. ესეთი იყო ტაილანდის სიასაკეტის პროვინციის მოსახლეობის რეაქცია, როცა დაიბადა ხბო, რომელიც ნახევრად ნიანგს გავდა და ნახევრად კამეჩს. პირველი შეხედვიდანვე ჩანს მისი უჩვეულო კანი. ის ქერცლებს გავს და აქვს თითქოს წაგრძელებული დრუნჩი, რომელიც ნიანგისას წააგავს. მაგრამ ექსპერტების თქმით, თითქმის შეუძლებელია, რომ კამეჩმა ნამდვილი ჰიბრიდი გააჩინოს ნიანგთან ერთად. ალბათ ხბოს უჩვეულო გარეგნობა მძიმე კანის დაავადების გამოა. ცხოველთა სამყაროში ბევრი ცნობილი ჰიბრიდია, მაგალითად ჯორი, რომელიც ცხენისა და ვირის შვილია, ან ზორსი, ზებრასა და ცხენის ნაშიერი. მაგრამ მათი უმეტესობა ადამიანის ჩარევის შედეგია და ხშირად უნაყოფოა. თუმცა აშკარად არ იყო სიტყვით ნახევრად ნიანგი. ეს ამბავი მაინც თელსოფოლში გავრცელდა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება უცნაური მუტაციის შედეგი იყოს. სხვები კი ამას უბედურებად მიიჩნევენ. რაც არ უნდა იყოს სიმართლე, ერთი რამ ცხადია. ესეთი ცხოველი იშვიათია და პირველივე შეხედვაზე ნამდვილად გასაოცარი. ნომერი 13. ტროლი მაიმუნები. წარმოიდგინე, რომ კაიაკით მიცურავ ტაილანდის ერთ-ერთი მშვიდი კუნძულის ნაპირზე და უცებ შეხვდებიან არსებები, რომლებიც თითქოს ვარსკვლავური ომების ფილმიდან არიან გამოსულები. ზუსტად ესეთი რამ გადახდა ტურისტების ერთ ჯგუფს რეილეის ყურეში, როცა მათ დაინახეს ტროლი მაიმუნების ოჯახი, რომლებიც ნარინჯისფერი, ყავისფერი იყვნენ და ძალიან გავდნენ ვარსკვლავური ომების სამყაროს ივოკებს. ზოგი მათგანი მეჩხერ წყალში თამაშობდა. სხვა მაიმუნები კი ქვებზე ისხდნენ, თითქოს უცნაურ რიტუალს ატარებდნენ. მაგრამ ამ მისტიკური სცენის უკან ეს სინამდვილეში პერფორმანსია. არსებობს ერთი ადგილობრივი მსახიობთა ჯგუფი და ერთი მოგზაური ვოკალისტი, რომლებმაც სპეციალურად დადგეს ასეთი წარმოდგენა, რომ მისტიკური შეხვედრა შექმნან. თუნდაც სიმართლე იცოდე, მაინც ვერ აირიდებ ღიმილს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ დადგმულია, იმ მომენტის მაგიას მაინც გრძნობ. 12. ლაზერული ბუდა, ჩომბურის პროვინციაში, მთის ფერდობზე დგას ბუდას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოსახულება მსოფლიოში. ლაზერული ბუდა, ანუ კაო-ჩიჩან. მისი სიმაღლე 130 მეტრია და ის ამოტვიფრულია ლაზერული ტექნოლოგიით. დიზაინი კომპიუტერით შეიქმნა, შემდეგ კი ლაზერით გამოისახა მთის ზედაპირზე ყოველღამე, რათა ხაზები უფრო მკაფიო ყოფილიყო. როდესაც კონტური დასრულდა, ის ნამდვილი ოქროს ფურცლით შეივსო. ამიტომაც ანათებს, როცა მასზე სინათლე ეცემა, ფის ძირას არის ტაძარი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ სამოსში გამოწყობილი ბერები. ამიტომ სტუმრებს ურჩევენ, რომ ჩაიცვან ტანსაცმელი, რომელიც ფარავს მხრებსა და მუხლებს. შესვლა უფასოა და შეგიძლიათ მიუახლოდეთ, რათა დათქმეთ გრანდიოზული ხედით. მაგრამ არსებობს მკაფიო საზღვარი, თუ სადამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ თქვენი უსაფრთხოებისთვის.
როდესაც იმ ადგილას დგახართ და ლაზერული ბუდას წინ დგახართ, თავს ისე გძნობთ, თითქოს უზარმაზარი ნამუშევრის წინ დგახართ, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, რწმენას და თანამედროვე ტექნოლოგიას. ნომერი 11. სპილოს კანავლის პარკი. თუ ფიქრობთ, რომ სპილოს კანავალი მხოლოდ ნაგავია, გაგიკვირდებათ ჩიანგ-მაიში, ტაილანდში. აქ სპილოს კანავლით ქაღალდს ამზადებენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სპილოს კანავლის ქაღალდის ლის ქაღალდის პარკში. ეს არის ღია ტიპის ეკოპარკი, სადაც გაჩვენებენ, როგორ გადააქციონ სპილოს კანავლის ბოჭკოები ქაღალდის პროდუქტებად. ამ პროცესში არც ერთი ხე არ იჭრება. ამიტომ ეს დიდი დახმარებაა ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ, რაც სერიოზული პრობლემაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 80% ქაღალდისა დამზადებულია სპილოს კანავლისგან. ხოლო დარჩენილი 20% ბუნებრივი ბოჭკოებისგან მზადდება, მაგალითად ბანანისა და ქოქოსის ხის ქერქისგან. არ გამოიყენება ქიმიკატები, ქლორის გამათეთრებელი, ან ხელოვნური სუღნელები. ფერი მიღებულია საკვები ხარისხის საღებავებისგან, ხოლო ბეჭდვისფრის გამოიყენება სოიოზზე დაფუძნებული მელანი. შეგიძლია თავადი ხილო თითოეული ნაბიჯი, ბოჭკოების გარეცხვისგან, ფორმაში მოთავსებისგან, გაშრობისგან დაცდებული, მისალუცი ბარათებად, რვეულებად ან საჩუქრის ჩანთებად გადაგცევანთი. ჩვეულებრივ ამას 45 წუთი სჭირდება. ტური გრძელდება 60 წუთამდე და ეს ყველასთვის შესაფერისია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. გარდა იმისა, რომ მიიღებ უნიკალურ განათლებას, გაქვს შესაძლებლობა გადაიღო სახალისო ფოტოები ნედლეუთან ერთად. 10. სურავი საფეხბურთო მოედანი, თევზაობის კუნძულზე პანგაბაიში საკმარისი მიწა არ იყო, რომ საფეხბურთო მოედანი აეშენებინათ. მაგრამ 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატით შაგონებულმა ახალგაზრდებმა დადაწყვიტეს, რომ ზღვის ზედაპირზე მცურავი მოედანი გაეკეთებინათ. ხის და ძველი ლუსნების გამოყენებით მათ პირველი მცურავი საფეხბურთო მოედანი ააგეს. თავდაპირველად ეს სახიფათო და საკმაოდ უხეში იყო, მაგრამ მოგვიანებით გააუმჯობესეს და უფრო გამძლე გახადეს. მოძრავ მოედანზე უჩვეულო ვარჯიშის გამო. Forma, natuto ang mga bata ng pambihirang ball control at balance at nakalaban pa ng iba't ibang team sa 2010 წელს თაილანდური ბანკის სარეკლამო კამპანიის წყალობით ეს საზოგადოება ცნობადი გახდა და მას შემდეგ იმედისა და მიზანდასახულობის სიმბოლოდ იქცა. დღეს ეს უკვე კუნძულის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თევზაობის შემდეგ მთელი საზოგადოება იკრიბება, რათა ზღვის ზედაპირზე ფეხბურთი ითამაშონ ან უყურონ. ნომერი 9. უფო ტაძარი. ბანგკოკის ჩრდილოეთით მდებარეობს ვატ ფრა დამაკაია, უზარმაზარი ბუდისტური ტაძრის კომპლექსი, რომლის ფართობი 1000 აკრს შეადგენს. მაგრამ აქ მთავარი ყურადღების ცენტრშია უჩვეულო გუმბათის ფორმის ნაგებობა, რომელსაც სეტია ქვია და გიგანტურ უფოს წააგავს. ის 1970 წელს აშენდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტაძრად ითვლება მთელ ტაილანდში, ასევე მთელ მსოფლიოში. გუმბათში თითქმის 1 მილიონი ბუდას ქანდაკებაა. 800,000 გარეთ და 700,000 შიგნით. ტაძარს გარკვეული კონტრვერსიები აქვს კორუფციის ბრალდებებისა და ზედმეტად კომერციალიზებულობის გამო, რასაც მათი ორგანიზაცია კატეგორიულად უარყოფს. ამის მიუხედავად, ყოველ წელს ისინი ატარებენ მსოფლიოში ყველაზე დიდ შესაწირავების გაღების ცერემონიას, სადაც ათასობით ფერი და ახალბედა ერთდროულად იღებს შესაწირავს მორწმუნეებისგან. როცა ამ ადგილას შედიხარ, შეუძლებელია არ აღფრთოვანდე სტრუქტურის მასშტაბით. რაც არ უნდა გწამდეს, თითქოს სხვა სამყაროში გადადიხარ, როცა დგახარ ბუდისტური წმენის ამ გიგანტური UFO-ს შუაგულში. ნომერი 8. ფაი კანიონი. მაი ჰონგსონის პროვინციაში შეგიძლიათ ნახოთ ფაი კანიონი, რომელსაც ადგილობრივები ასევე თაილანდის გრანდ კანიონს უწოდებენ. თუმცა ის ბევრად პატარაა, ვიდრე ნამდვილი გრანდ კანიონი ამერიკაში. ეს ადგილი ცნობილია ვიწრო ბილიკებითა და ციცაბო კლდეებით, რომელთა სიღრმე ორივე მხარეს 50 მეტრს აღწევს. აქედან ჩანს მთელი პაიველი და ულამაზესი ხედი მთებისა და ტყეების. საუკეთესოა აქ მოსვლა მზის ამოსვლის ან ჩასვლისას, როცა გარემო ოქროსფრად იღებება. შესვლა უფასოა და ბაზაზე არის პატარა მაღაზიები, სადაც შეგიძლია იყიდო სასმელი ან წასახემსებელი სანამ ავალ. შესასვლელიდან პირველი გადასახედი მხოლოდ 5 წუთის სავალზეა. მაგრამ თუ მზად ხარ უფრო მძაფრი თავგადასავლისთვის, შეგიძლია აირჩიო უფრო ვიწრო და ციცაბო ბილიკები, რომ მიხვიდე უფრო მშვიდ და ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას. ზოგი ნაწილი ცოტა საშიშია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიწა სველი ან მოცურებულია, მაგრამ მათთვის, ვინც მზად არის ცადოს, ყოველი ნაბიჯი ღირს, რადგან სანაცვლოდ იღებ თითქმის 360 გრადუსიან პანორამულ ხედს. ნომერი 7. კობრას სოფელი. ბანგკოკის ქალაქში, სანქაკონკაინის პროვინციაში, ტაილანდში, არის ერთი საზოგადოება, რომელიც ცნობილია როგორც კობრას სოფელი.
აქ არა მხოლოდ უბრალოდ უვლიან მეფე კობრას, არამედ მას ოჯახის წევრადაც კი მიიჩნევენ. ათწლეულებია, რაც სოფლის მცხოვრებლებმა დაიწყეს ტრადიცია, რომ მეზობელი დღიდან მეფე კობრა დაიჭირონ და მოუარონ მას. დღეს ტურისტები სპეციალურად ჩამოდიან, რათა საკუთარი თვალით იხილონ შოუები, სადაც მამაკაცები მსოფლიოს ყველაზე დიდ შხამიან გველს ერკინებიან. მაგრამ ეს სუსტი ნერვების მქონეთათვის არ არის. მეფე კობრა შეიძლება 18 ფუტამდე გაიზარდოს. და როდესაც თავს ესხმის, შეუძლია სხეულის მესამედი მიწიდან ასწიოს. მისი შხამი სწრაფად კლავს, რადგან ბლოკავს ნერვულ სიგნალებს სხეულში, რაც იწვევს პარალიზებას და სიკვდილს 9 საათში, ნაკბენის სიმძიმის მიხედვით. შოუს დაწყებიდან. ზღუნველიც კი გარდაიცვალა კობრას ნაკბენის გამო. მიუხედავად ამისა, ტრადიცია მაინც გრძელდება და სოფელში 170-ზე მეტი სერტიფიცირებული კობრას მომლელია. მათთვის მეფე კობრა უბრალოდ ცხოველი არ არის, ის მათი სოფლის სიმამაცისა და კულტურის სიმბოლოა. ნომერი 6. გველის მღვიმე ტაილანდში, ულამაზეს კონგლონგის ტბაზე მდებარეობს მღვიმე, რომელიც თითქოს ლეგენდიდანაა აღებული, ნაკას მღვიმე, ან როგორც დღეს უფრო ცნობილია, გველის მღვიმე. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით იყო გიგანტური გველი, რომელიც დაწყევლეს და ქვა გახდა. მღვიმეში შეგიძლიათ ნახოთ კლდის წარმონაქმნები, რომლებიც გველის ქერცლებს გავს. და მთის ძირას ახლოს არის ქვა, რომელიც გველის თავის ფორმას გავს. ეს მხოლოდ ახლახანს აღმოაჩინეს და სწრაფად გახდა მომლოცველთა ადგილი იმ ადამიანებისთვის, ვინც ლეგენდას სინამდვილედ მიიჩნევს. ზოგისთვის ეს ძველი ნაგა სამბის მტკიცებულებაა, ძლიერი გველის არსებები ბუდისტურ და ჰინდუ მითოლოგიაში. სხვა ადამიანებისთვის კი ეს უბრალოდ ბუნებრივი ქვის წარმონაქმნია, რომელსაც ადამიანის ფანტაზია მისტიკური მნიშვნელობა მიანიჭა. რაც არ უნდა გჯეროდეს, უეჩველია, რომ გველის მღვიმე საოცარი სანახაობაა. ის დეტალები, რომლებიც ნამდვილი გველის ტყავს გავს, დაგაფიქრებინებს. იქნებ მართლა სიმართლე. ის ლეგენდები, რასაც მოხუცები ყვებიან. Number 5 missing 2018 წლის 23 ივნისს ჩვეულებრივი ვარჯიშის შემდეგ გასეირნება გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ სამაშველო მისიად ტაილანდის ისტორიაში. 25 წლის მწვრთნელმა, რომელიც ახალდაზრდული საფეხბურთო გუნდის ველური ღორების ხელმძღვანელია, თავის 12 მოთამაშეს, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდე, შესთავაზა თამ ლუანგის მღვიმეში შესვლა. მათ მხოლოდ 1 საათი დარჩენა ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ მოულოდნელად ძლიერი ცვიმა წამოვიდა. როცა ისინი შიგნით იყვნენ და მღვიმის შესასვლელი სწრაფად დაიტბორა. 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მთელი გუნდი მღვიმეში იყო გაჭედილი, თითქმის 2.5 მილი სიღრმეში. მაშინ როცა მთელი მსოფლიო ღელავდა. როცა ბრიტანელმა მღვინთავებმა ისინი 2 ივლისს იპოვეს, ყველა ცოცხალი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ შორს იყვნენ უსაფრთხოებიდან. დაიწყო უკიდურესად სახიფათო სამაშველო მისია, რომელიც 8 ივლისიდან 10 ივლისამდე გაგრძელდა. სამწუხაროდ ერთ-ერთი მოხალისე მღვინთავი და ყოფილი ტაილანდის საზღვაო სპეცრაზმელი 6 ივლისს დაიღუპა, როცა ბავშვებისთვის მარაგის მიტანისას ჟანგბადი გაუთავდა. ტაილანდის სამხედროების, სხვადასხვა ქვეყნის მაშველების, ვერტმფრენების, წყალქვეშა რობოტებისა და დრონების დახმარებით მთელი გუნდის გადარჩენა შეძლეს. დღემდე ეს შემთხვევა სასწაულად და სხვადასხვა ერის ერთიანობის სიმბოლოდ ითვლება, როცა ყველას ერთი მიზანი ჰქონდა: სიცოცხლის გადარჩენა. ნომერი 4. ციხის ჰოსტელი. ხშირად ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უცხო ქვეყანაში არ მოხვდნენ ციხეში. მაგრამ ბანგკოკში არის ერთი უჩვეულო სასტუმრო, სადაც სტუმრებს სულთ გამოსცადონ პატიმრის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრიმინალები არ არიან. მას Suk Station ქვია და ის 2017 წელს გაიხსნა. აქ სტუმრები რკინის გისოსებიან, საკანში იძინებენ ვიწრო ფანჯრებით და ნამდვილი ციხის მსგავს დეკორაციით. ოთახის გასაღების ნაცვლად შენ პატიმრის ნომერს მოგცემე. დაჯავშნის პროცესის ნამდვილი ციხის მსგავსია. გააქვს დაკავების ფოტო და ფორმა, არის როგორც ინდივიდუალური, ასევე საერთო საკნები. თუ უფრო ინტენსიური გამოცდილება გინდა, შეიძლება აირჩიო იზოლირებული სამარტოო საკნის სტილის ოთახი, რომელსაც მხოლოდ პატარა სათვალთვალო ფანჯარა აქვს. მაგრამ ყველაფერი მკაცრი არ არის. არის კონდიციონერი, Wi-Fi და თუნდაც სახურავზე ცხელი აბაზანი. დილით არის ყავა და უფასო საუზმე. სტუმრების უმეტესობა ტურისტებია, რომლებსაც სურთ ციხის მხელვარება გამოცადონ. სისხლის სამართლის ჩანაწერის გარეშე. და კი აქვთ შუქების გამორთვის კომენდანტის საათი, რომ თავი ნამდვილი პატიმარი იგრძნო. ნომერი 3.
ნაგას ცეცხლოვანი ბურთები წელიწადში ორჯერ, მეკონგის მდინარეზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდში მართლაც განსაკუთრებული სანახაობა იმართება, რომელზეც ბევრს საუბრობენ. მაისისა და ოქტომბრის რამდენიმე დღის განმავლობაში შეგიძლიათ იხილოთ მბრწყინავი წითელი სინათლის ბურთები, რომლებიც მოულოდნელად ამოდის წყლიდან და ჰაერში ქრება. ეს ბურთები შეიძლება იყოს ისეთივე პატარა როგორც პატარა ბუშტი, ან ისეთივე დიდი როგორც სკალადბურთის ბურთი. და ისინი თითქმის 600 ფუტის სიმაღლეზე ადიან სანამ გაქრებიან. ჯერ კიდევ არ არსებობს ზუსტი სამეცნიერო ახსნა თუ როგორ წარმოიქმნება ეს მოვლენა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ბუნებრივი აირის აალების შედეგია. სხვა კი დარწმუნებულია, რომ ეს ლეგენდარული ძლევამოსილი არსებების ნამოქმედარია. კერძოდ ნაგა მითოლოგიური გველი ან დრაკონი, რომელსაც აზიის ზოგიერთ ნაწილში ეთაყვანებიან. როდესაც ესეთი მოვლენა ხდება, ათასობით ადამიანი ტაილანდის სხვადასხვა კუთხიდან მიდის მდინარის ნაპირზე, რათა ამას თვალი ადევნოს. მაგრამ ადგილობრივებისთვის ეს უბრალოდ წარმოდგენა არ არის. ეს ტრადიცია და სულიერი დღესასწაულია, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს. ნომერი 2. მორიელის დედოფალი თუ ფიქრობ, რომ მამაცი ხარ, იმიტომ რომ შეგიძლია დაიჭირო ტარაკანიან ობობა, მოიცადე სანამ გაიცნობ ტაილანდის ცნობილ მორიელის დედოფალს. ყოველ დღე პატაიას ვეფხვის ზოოპარკში შეგიძლია ნახო, როგორ დადის ის პარკში, პირდაპირ თავიდან ფეხებამდე ცოცხალი მორიელებით შემოსილი. ის უბრალოდ ტრიუკებს არ აკეთებს. მას ეკუთვნის გინესის მსოფლიო რეკორდი. 33 დღის განმავლობაში მინის გალიაში ყოფნისთვის, სადაც 5000 მორიელი იყო. შიგნით ყოფნისას მას 13 ჯერ უკბინა მორიელმა. ძლიერი და გამძლეა. გასაოცარია, თითქოს ასეთ სიტუაციებს უკვე შეჩვეულია. მათ შორის ტურისტებიც აღფრთოვანებულები და გაოცებულები არიან მისი სიმამაცით. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა არ არის. ზოგიერთი სკორპიონის სახეობა ისეთ შხამს შეიცავს, რომელსაც ადამიანის მოკლა შეუძლია. ამიტომ თუ სუსტი გული გაქვს, უმჯობესია მას უსაფრთხო დისტანციიდან უყურო. ნომერი 1 მფრინავი ქათმის რესტორანი. ბანგკოკში არის ერთი სასადილო, რომელიც ნამდვილად არასდროს დაგავიწყება. არა საჭმლის გემოს გამო, არამედ მისი მიტანის უნიკალური მეთოდის გამო. ეს არის მფრინავი ქათმის რესტორანი, სადაც მათი ცნობილი შემცვარი ქათამი გიგანტური კატაპულტიდან ისვრის. სანამ ჯერ კიდევ ცეცხლზეა, ის ჰაერში გაფრინდება და მიმტანი, რომელიც უნიციკლზე ზის, სპეციალური ჩაფხუტზე დამაგრებული გრძელი მეტალის შამფურით დაიჭერს. როცა დაიჭერს, პირდაპირ კლიენტის მაგიდაზე ჩამოიტანს, რასაც თან ახლავს აპლოდისმენტები და სიცილი მაყურებლებისგან. ხანდახან თავად კლიენტი დგება და ცდილობს თავის შეკვეთა დაიჭიროს. თუნდაც საჭმელი უბრალო იყოს, ამ რესტორანში გამოცდილება განსხვავებულია და სიხარულით არის სავსე, არა მხოლოდ მუცელი გეძღება, არამედ მთელი ჯგუფით სავსეა გართობით. ბონუსი ნომერი 1. თეთრი ტაძარი. ტაილანდის თანამედროვე შედევრი. თუ ტაილანდის ტაძრების უმეტესობას ასობით წლიანი ისტორია აქვს, ვატრონგ ხუნი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც თეთრი ტაძარი ჩიანგრაიში, განსხვავებულია და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი უახლესი სიმბოლოა ქვეყნის თანამედროვე არქიტექტურაში. ის ააშენა ჩალერმიჩაი კოსიტიპატმა, ტაილანდის ცნობილმა მხატვარმა, 1990-იანი წლების ბოლოს. ეს ტაძარი ტრადიციულს არ გავს. მას არ აქვს ოქროსფერი სახურავი და ფერადი დეკორაციები. ამის ნაცვლად მთელი ნაგებობა თეთრია, როგორც ბუდას სიწმინდის სიმბოლო. ხოლო ბრჭყვიალა სარკეები, რომლებიც ჩაშენებულია თაბაშირში, ბუდას სიბრძნეს წარმოადგენს, რომელიც მთელ სამყაროში ანათებს. როცა შიგნით შეხვალ, მხოლოდ ტრადიციულ რელიგიურ ხელოვნებას ვერ ნახავ. ასევე არის თანამედროვე ელემენტებიც, მაგალითად, კედლის მხატვრობები, სადაც გამოსახულია სუპერმენი, ნეოფილმიდან მატრიცა და სხვა პოპკულტურის ფიგურები, რომლებიც გამოყენებულია როგორც სიმბოლოები სამყაროში, კარგი და ცუდი გავლენების აღსანიშნავად. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ თეთრი ტაძარი აერთიანებს უძველეს რელიგიას და თანამედროვე ხელოვნებას. ამჟამად ტაძრის მშენებლობა კვლავ გრძელდება და მოსალოდნელია, რომ დასრულდება მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, რადგან მხატვარი ყოველწლიურად ამატებს მასში ახალ დეტალებს. ბონუსი ნომერი 2. მაეკლონგის რკინიგზის ბაზარი. ბაზარი რკინიგზის შუაგულში უნიკალური სცენა 60 სონგრამში, ტაილანდი. მაეკლონგის რკინიგზის ბაზარი მოქმედი ბაზარი არის, რომელიც პირდაპირ რკინიგზის ლიანდაგებია განდაგებზია განლაგებული. პირველი შეხედვით ეს ჩვეულებრივი ბაზარია, სავსე ბოსტნეულით, ხილით და თევზით. მაგრამ დღეში რამდენჯერმე შორიდან მატარებლის ხმა ისმის, რაც ნიშნავს, რომ მაეკლონგის მატარებელი ახლოვდება. ისიერად იწყებენ მოძრაობას, კეცავენ ტენტებს, გვერდზე სწევენ საქონელს და რამდენიმე წამში მატარებელი მათ თავებიდან სულ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით გადის.
რამდენიმე წამის შემდეგ, ყველაფერს ისევ თავის ადგილას აბრუნებენ, თითქოს არაფერი მომხდარა. ბაზარი აქტიურად ფუნქციონირებს, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან და ტურისტულ ატრაქციონად მხოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც მისი ვიდეოები ინტერნეტში პოპულარული გახდა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ერგებიან ადგილობრივები უცნაურ სიტუაციაში და ეს არის მტკიცებულება საზოგადოების დისციპლინისა და კოორდინაციის შესახებ. ბონუს ჩანაწერი ნომერ 3 ერევანის მუზეუმი, სამუთპრაკანში მდებარეობს ერევანის მუზეუმი, რომელიც ცნობილია თავისი 3 თავიანი გიგანტური სპილოთი, რომელიც ბრინჯაოსგანაა დამზადებული. ეს ნაგებობა 40 მეტრზე მეტ სიმაღლეს და 200 ტონაზე მეტ წონას აღწევს, რის გამოც იგი ერთ-ერთ უდიდეს მეტალის ხელოვნების ნიმუშად ითვლება მთელ მსოფლიოში. ის აშენდა როგორც ტაილანდელთა რელიგიის, კულტურისა და რწმენის სიმბოლო. სპილოს შიგნით უბრალოდ ცარიელი სივრცე არ არის, ეს არის სამსართულიანი მუზეუმი. პირველ სართულზე შეგიძლიათ ნახოთ უძველესი ნივთები და არტეფაქტები, რომლებიც ტაილანდის ისტორიას ასახავს. მეორე სართულზე განთავსებულია უფრო დეტალური კოლექცია რელიგიური არტეფაქტებისა და სკულპტურების, რომლებიც ბუდისტურ და ჰინდუისტურ რწმენას ასახავს. მესამე სართულზე დაგვხვდება 64-ის მსგავსი ოთახი, ფერადი ვიტრაჟის ჭერით, რომელიც ადგილობრივი რწმენის მიხედვით ცას და ღმერთის სამეფოს ასახავს. მისი არქიტექტურის გარდა ერევანის მუზეუმი ცნობილია როგორც სიმშვიდისა და მედიტაციის ადგილი, რომელიც პოპულარულია როგორც ადგილობრივებში, ისე ტურისტებში, რომლებიც ტაილანდის კულტურასა და რელიგიასთან ღრმა კავშირის ძიებაში არიან. ბონუსი ნომერი 4, სამფამბოკი, ტაილანდის გრანდ კანიონი. ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში, მეკონგის დინარის მახლობლად, უბონ რაჩათანის რეგიონში მდებარეობს სამფამბოკი, რომელიც ცნობილია როგორც ტაილანდის გრანდ კანიონი. მისი სახელწოდება ნიშნავს 3000 ხვრელი, რაც მიუთითებს ათასობით პატარა და დიდ ღმულზე, რომლებიც მდინარის დინებამ გამოძერწა კლდეებში ასობით ათასი წლის განმავლობაში. საუკეთესო დრო სამფამბოკის მოსანახულებლად მშრალი სეზონია, ნოემბრიდან აპრილამდე. როდესაც მეკონგის წყლის დონე იკლებს და ჩნდება განსაცვიფრებელი კლდოვანი ფორმაციები, აქ უამრავი ფორმის ნახვაა შესაძლებელი. აქ არის გულს, ვარსკვლავს მსგავსი ფორმები და ასევე ხვრელები, სადაც ადამიანს შეუძლია იცურავს. განსხვავებული ხედების გარდა აქ მზის ამოსვლისა და ჩასვლის ყურებაც მშვენიერია. გარდა კლდეების ფერი იცვლება ყვითლიდან ნარინჯისფერიდან წითლამდე, მზის სქივების მიხედვით. ეს პოპულარულია ფოტოგრაფებსა და დრონის ენთუზიასტებს შორის. არის დაქირავებული ნავები, რომლებიც შეიძლება წადიყვანონ მეკონგის მახლობლად მდებარე კუნძულებზე. ბონუსი ნომერი 5. პრაია ნა კონკავე, საიდუმლო მღვიმე, რომლის შიგნითაც ტაძარია. კაუსა მრიოტის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, პრაჩუაპკირიკანში, მდებარეობს მღვიმე, რომელიც თითქოს ფანტასტიკური ფილმიდანაა აღებული. პრაია ნა კონკავე. ის ცნობილია კუხა კარუჰასის პავილიონით, პატარა და მდიდრული სამეფო პავილიონით, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა მეფე ჩულალონკორნის. რამა 5-ისთვის განსაკუთრებული ის არის, რომ ყოველ დილით მღვიმეში მზის სხივები აღწევს. პავილიონი მღვიმის ჭერში არსებულ ხვრელიდან შემოსული სინათლის წყალობით ჯადოსნურ ნათებას იღებს. მაგრამ ამის სანახავად მოთმინებაა საჭირო. სოფლიდან მღვიმემდე მისასვლელად საჭიროა 30-დან 40 წუთამდე ლაშქრობა, რომელიც მოიცავს დაქანებულ გზას მღვიმისკენ. მღვიმე შიგნით გარშემორტყმულია მწვანე მცენარეებით და იქ უჩხეულოდ გრილი ჰაერია, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ მზეანათებს. ეს ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ისტორიისა და ბუნების მოყვარულებისთვის და ხშირად გამოიყენება ტაილანდზე მომუშავე სამოგზაურო დოკუმენტალისტების ფონადაც. დოკუმენტალისტი ტაილანდის შესახებ.